მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. თქვენ შემოგვიერთდით პოდკასტში Unplugged with Inga. ეს არის სივრცე, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ განათლების ძალა, ადამიანების შთაგონება და მოთხრობილი ისტორიების სიღრმე, რომლებიც ცვლიან არა მხოლოდ საკლასო ოთახებს, არამედ საზოგადოებასაც. დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენთან იმყოფება ადამიანი, რომელიც განათლებას არ მიუდგა როგორც პროფესიას, არამედ როგორც მისიას. წლების მანძილზე ერთგულად ემსახურება ბავშვებს, მშობლიურ სკოლას და ქვეყნის განათლების სისტემას. მისი გზა გადის ქუთაისიდან იმავე სკოლის მერხიდან დაწყებული განათლების საერთაშორისო არენაზე, სადაც მან თავისი ხმა მრავალ ქვეყანაში გააჟღერა. ის არის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი, 2024 წლის წყალტუბო საპატიო მოქალაქე და 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული. მოგესალმებით ბატონო კახაბერ ჩაკვეტაძე. დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა ამ სივრცეში, სადაც სიტყვებს აქვს ძალა და გამოცდილება, ღირებულება. გთხოვთ მიესალმოთ ჩვენს მაყურებელს და ასევე გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, როგორ გრძნობთ თავს? მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დღეს თქვენი გადაცემის სტუმარი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დღე, ეს საღამო ძალიან ემოციურია. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო პოდკასტი გველოდება როგორც ყოველთვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა ამ შესაძლებლობებისათვის, იმ შესაძლებლობებისათვის, რომელსაც თქვენ აძლევთ არა მარტო ქართველ, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებს. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებულები ვართ, რომ მართლაც ძალიან შთამაგონებელი და ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ. მზად ხართ უპასუხოთ ჩემს კითხვებს? ვფიქრობ, დროა. იმედია მზად ვარ, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. ვფიქრობ, დროა გახსნათ გამოვაცხადოთ ჩვენი დღევანდელი საინტერესო შეხვედრა და პირველი კითხვა დაგისვათ. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ ბატონო კახაბერ და პირველი კითხვა. როგორ დაიწყო თქვენი მასწავლებლის კარიერა და რა იყო თქვენი მთავარი мотиваცია ამ პროფესიის არჩევისას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. მიხარია, რომ ერთ სივრცეში ვიკრიბებით ადამიანები, ვისთვისაც განათლება, სწავლების პროცესი მნიშვნელოვანია. ჩვენ არა მხოლოდ ვასწავლით მოსწავლეებს, არამედ ვცდილობთ შევქმნათ უკეთესი მომავალი. ავგზავნოთ ღირსეული, მოტივირებული მომავალი თაობა. ეს პასუხისმგებლობა დიდ შრომას, ძალას, ენთუზიაზმს მოითხოვს. ჩვენი ერთად შეკრება ვფიქრობ, რომ უკვე ერთი წინ გადადგური ნაბიჯია წინსვლისკენ. მიხარია, რომ დღეს ხვდებით ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნება, დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი. უკვე 30 წელზე მეტია, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლაში ვასწავლი. ვასწავლი მოსწავლეებს ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს ისტორიას. დღესაც ნათლად მახსოვს ჩემს მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილი. მაშინ მე მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ხოლო ჩემი მოსწავლეები კი 17 წლის. მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო, სასარგებლო პროფესია, რადგან იგი ფუნდამენტია საზოგადოების განვითარების. მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ცოდნას და ეხმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებასა და განვითარებაში. იგი ხელს უწყობს მომავალი თაობების ფორმირებას, ახდენს საზოგადოების პროგრესზე მნიშვნელოვან გავლენას. არის ინსპირაცია ხშირად მოსწავლეებისთვის და არიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ავტორები. როცა მასწავლებლის პროფესიას ირჩევ, ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს. თუმცა პირველ რიგში ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის, მოზარდის სიყვარული, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი, მუდმივად იყო ორიენტირებული საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე. მასწავლებელი ხშირად არის პოზიტიური ცვლილებების აქტორი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო ჩემი მოსწავლეების მიღწევების და მათი პიროვნული ზრდის მხარდაჭერი. მოსწავლეებს განუუმტკიცო საკუთარი თავის რწმენა იმისა, რომ მათი შესაძლებლობები ამოუწურავია. წავახალისო მოსწავლეების ინიციატივები და მივცე მათ საშუალება უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. ვფიქრობ, ამ სიტყვებით შევეცადე
ამიღწერა, რატომ ავირჩიე მასწავლებლის პროფესია, რატომ არის მნიშვნელოვანი, რა იყო ჩემი мотиваცია ამ პროფესიის არჩევის დროს. ნამდვილად ძალიან საინტერესო პასუხია და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოსწავლეებისთვის თქვენ ნამდვილად თამაგონებელი წყარო ბრძანდებით და ნამდვილად მოტივატორი ბრძანდებით გისურვებთ წარმატებას თქვენს მოსწავლეებთან ერთად და მინდა აქავე მივაბა მეორე კითხვა თქვენი აზრით ბატონო კახაბერ, რა ძირითადი ცვლილებებია აუცილებელი თანამედროვე სკოლებში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან და რადგანაც ვიცით, რომ ეს ზოგადად ცოტა პრობლემატური საკითხია და გვაინტერესებს აი თქვენი თვალით დანახული ეს ცვლილებები და აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უნდა გახოცილდეს საკლასო ოთახებში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა, ნამდვილად კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია და ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა აქტუალური არის ყველა დროში და ალბათ ყველა დროში მომდევნო დროშიც იქნება ძალიან აქტუალური. განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს მასწავლებლები და არა მარტო ვფიქრობთ, არამედ ქმედი ნაბიჯებსაც ვდგამთ, მაგრამ თქვენი კითხვა მდგომარეობს შემდგომში, რომ რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის, რა აქცენტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა არის ამისათვის გასათვალისწინებელი და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში გასათვალისწინებელი არის ინდივიდუალური მიდგომები მოსწავლეებთან, რადგან ჩვენ კლასში რაც არ უნდა მცირერიცხოვანი იყოს, ყავს სხვადასხვა საჭიროებების და უნარების მქონე მოსწავლეები, რომელთანაც გვჭირდება სხვადასხვა სტრატეგიები, სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. ჩვენ გვჭირდება დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული, კარგად დახვეწილი სტრატეგიები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწავლო რესურსები, დამეთანხმებით ალბათ, რომ დღეს როდესაც ხელოვნური ინტელექტი იპყრობს მსოფლიოს, არ შეიძლება საკლასო ოთახი იყოს მხოლოდ ცარცის და დაფის, ან მხოლოდ სახელმძღვანელოს ამარა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სასკოლო გარემოს გაუმჯობესება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მასშტაბით ეს პროცესი დაწყებული არის და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს. ასევე მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა მშობლები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ვფიქრობ, თუ ეს ყველა ჯაჭვი შეიკრება, მაშინ უფრო მეტად შეუწყობთ ხელს ხარისხიან განათლებას სკოლებში და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გადაიხლება პოზიტიური ვექტორისაკენ. ძალიან დიდი მადლობა და მეც ნამდვილად აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას, ვინაიდან და რადგანაც მხოლოდ მარტო ჩვენ მე ვფიქრობ ასევე ხედავ რომ თქვენც იგივე ვფიქრობ, რომ ვერ მივახცევთ წარმატებას და იმ მაღალ მწვერვალებს. ნამდვილად საინტერესოა თქვენი პასუხი და აქვე მინდა დავსვა ის კითხვა, რომ ჩვენ ახლა ყველამ ვიცით, რომ გვაქვს ჩვენი სტანდარტები და ამ სტანდარტებს უნდა მივყვეთ და მივახციოთ, ხომ შედეგს. უბრალოდ ძალიან საინტერესოა თქვენ როგორ აღწერთ, ან თქვენ როგორ აღწერთ იდეალურ გაკვეთილს და რა მეთოდებს თუ სტრატეგიებს გამოიყენებთ, ან როგორ იყენებთ ამას, როგორ ცდილობთ ამას გამოიყენოთ, რომ მიაღწიოთ თქვენს მაღალ დონეს თქვენს პრაქტიკაში. ძალიან საინტერესო იქნება ამ კითხვაზეც პასუხი ვფიქრობ. ნამდვილად შეკითხვა თვითონ ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ საუბრობთ იდეალურ გაკვეთილზე ზოგადად და შემდეგ კონკრეტულად მე რა მეთოდები ან სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენო, იმისადია ძალიან საინტერესო არის თვითონ შეკითხვაც, რომ არაფერი აღარ თქვა ზოგადად შემდეგ პასუხის გარცობაზე. ვფიქრობ, რომ იდეალური გაკვეთილი პირველ რიგში არის ისეთი, როდესაც ორივე მხარეს, მოსწავლესაც და მასწავლებელს უხარია პირველ რიგში სკოლაში მისვლა, გაკვეთილზე შესვლა, სადაც ყველა აზრი მისაღები და დასაფასებელია. მოსწავლეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის არის პერსონა, რომლის აზრს პატივს სცემენ. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მიმღებლობა განსხვავებული ქცევის, განსხვავებული უნარების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ემოციური მხარდაჭერა და ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენს მოსწავლეებს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა. ასევე ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსწავლეებს შეუქმნათ უსაფრთხო გარემო. იდეალური გაკვეთილია, სადაც მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა კოგნიტურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ფიქრობენ, სჯელობენ არგუმენტირებულად, გამოაქვთ დასკვნები, ვითარდებათ კრიტიკული შემოქმედებითი უნარები და ასე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემს მიერ გამოყენებულ მეთოდებსა თუ სტრატეგიებს, გამოვყოფდი რა თქმა უნდა ისეთ მეთოდებს, რომელიც
პირველად მე დავნერგე საკაკვეთილო პროცესში და შემდეგ ძალიან მიხარია რომ ჩვენმა კოლეგებმა საქართველოს მასშტაბით ფეხი აუწყვეს ზოგადად და ძალიან ბევრმა მასწავლებელმა დანერგა ეს მეთოდები. ამ მეთოდებიდან მე გამოვყოფდი აუცილებლად ესკიზ ნოტირება განათლებაში, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარული არის, ასევე გამოვყოფდი ეგრეთ წოდებული ძაღლის ეფექტის მეთოდის გამოყენებას, რომელიც ძალიან გვეხმარება ჩვენ მასწავლებლებს ერთის მხრივ ბულინგის პრევენციის დროს და ასევე როდესაც კლასში ან სკოლაში არის კონფლიქტური სიტუაციები. ნუ რა თქმა უნდა მეთოდებებზე და სტრატეგიებზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იდეალური არის ისეთი, სადაც სიყვარულით, სითბოთი მიდის მოსწავლე, უხარია მასწავლებლის შეხედვა, უხარია თანაკლასელების შეხვედრა და ეს გარემო საბოლოო ჯამში ქმნის ძალიან კარგ პლატფორმას იმისათვის, რომ მოსწავლემ შეითვისოს ახალი ცოდნა. უღმესი მადლობა, უბრალოდ ძალიან საინტერესო მეთოდები გვითხარით და უბრალოდ ცოტა დეტალებში რო შევიდეთ, მართლა ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ აი მაყურებლისთვის ალბათ შეიძლება იყოს ისეთი მაყურებელი, ვინც პირველად გაიგონა, ხო? აი მაგალითად ხო რა გვიხსნით უფრო დეტალურად, კონკრეტულად რამოდენი ერთი წუთს ესკიზ ნოტირება, დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ძალიან საინტერესოა. თუმცა მე ვიცი რომ თქვენ ამ მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ განმარტავ ჩვენი ძვირფასი მსმენელებისთვის, რა თქმა უნდა ესკიზ ნოტირება არის ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდი, რომელსაც აქტიურად იყენებენ, ფიქრობ, უკვე მასწავლებლები საქართველოს მასშტაბით. ეს არის მეთოდი, როდესაც მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს, ხოლო მოსწავლეს აქვს საშუალება დამოუკიდებლად შექმნას მასწავლებლის მიერ მოთხრობილი ამბის ესკიზი. ეს შეიძლება იყოს ნახატი, შეიძლება იყოს ნახაზი, ეს შეიძლება იყოს ერთი წინადადებაც კი, რომელიც გამოხატავს გაკვეთილის მთავარ აზრს. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ მოსწავლე ქმნის უნიკალურ იდეალურ ნაშრომს, რომლის წაკითხვა მას შეუძლია. კითხვაში მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, სიმბოლოების საქმას, ესკიზების საქმას და ასე და ასე შემდეგ. ხშირად ყოფილა ქალბატონო ინგა დამეთანხმებით ალბათ, როდესაც მასწავლებელი და მე ჩემ თავზე ვამბობ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც მოსწავლეს ეუბნება, რომ ნუ ხატა, ნუ წერა, ნუ იყურები სხვაგან, მიყურე თვალებში, როდესაც მე საუბრობ, იმიტომ რომ გაკვეთილის ცენტრში ვარ მე. რა თქმა უნდა, მასწავლებელი, როდესაც ინფორმაციას გადაცემს, მას მოსწავლემ უნდა უსმენდეს ყურადღებით, მაგრამ მე თავში აღვნიშნე, რომ ჩვენ კლასში გვყავს სხვადასხვა საჭიროებები, სხვადასხვა უნარების მქონე მოსწავლეები და ესკიზ ნოტირება სწორედ ამაში ეხმარება მოსწავლეს, რომ მან გამოავლინოს საკუთარი უნარი, მან შეძლოს საკუთარი უნარების რეალიზაცია. რაც შეეხება ძალიან მოკლედ ვიტყვი მეორე საღლის ეფექტს, რომელიც გვეხმარება ჩვენ იგივე ბულინგის პრევენციის დროს ან კონფლიქტების პრევენციის დროს არის რომ როდესაც ქუჩაში ძაღლი მიყვავს ჩვენ პირობითად რომელი ადამიანისკენ იწევს პირობითად ვამბობ, რომელსაც ეშინია შინაგანად ძაღლის, ხო? ანუ ბულინგის პრევენციის დროსაც როგორ ხდება? ბულერი ამოიცნობს იმ მოსწავლეს, რომელიც არის დათრგუნული, რომელსაც ეშინია მოძალადის და გარკვეულწილად ის ექცევა გავლენის ქვეშ ბულერის. ამიტომაც მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გავამხნევო მოსწავლეები თავდაჯერებულობა გამოუმუშაო მათ, რადგანაც ვფიქრობ, რომ თუ მოსწავლე არის თავდაჯერებული, თუ მას შეუძლია საკუთარი თავის რეალიზაცია, იგი ნაკლებად მოექცევა ბულინგის გავლენის ქვეშ. ნუ ეს რაც შეიძლება ორი სიტყვით, თორემ რა თქმა უნდა ეს თემა წოდებული ძაღლის ეფექტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული ამ მეთოდის შესახებ და შემდეგ მე შევეცადე, რომ ეს მეთოდი ქართულ რეალობაზე მომერგო, დამენერგა სკოლაში და ასევე რა თქმა უნდა კოლეგებისთვის გამეზიარებინა ეს მეთოდი როგორ შეიძლება მათ გამოიყენონ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ან ბულინგის პრევენციის დროს. დიდი მადლობა, ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან საინტერესოდ ჩაშლიდით ამას წინედან და რადგანაც შეიძლება თუნდაც ერთი მასწავლებელი იყოს, რომელმაც არ იცოდა ამის შესახებ და ასევე მოსწავლეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, უღმესი მადლობა ამისთვის და ასევე კიდევ მინდა შემდეგი კითხვა დავსვა. ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით გამოწვევებს, თუნდაც საკლასო ოთახში, თუნდაც გარემოში და მაინტერესებს თქვენ რა გამოწვევებს აწყდებით, როგორც მასწავლებელი და როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევებს. აი, ეს ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
და ჩვენ კიდე გულისხმობთ ქალბატონო იგა, ისმენთ. აი ძალიან საინტერესო შეკითხვები არის და ძალიან როგორ უნდა ვთქვა, ანუ სასწავლო პროცესს ზოგადად და სკოლას რაც შეეხება, აი სიღრმისეულად არის და ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეკითხვებისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მასწავლებელი არის ზოგადად გამოწვევების წინაშე, არამედ თვითონ პროფესიაც არის, ჩვენი მასწავლებლების პროფესიაც დგას გამოწვევების წინაშე. მასწავლებელი ამ გამოწვევების წინაშე დგავართ არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს, ეს შეიძლება იყოს არასაგაკვეთილო აქტივობები, არაფორმალური განათლება, ან ზოგადად ცხოვრება, სადაც უწევთ ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრება და მოღვაწეობა და ასე შემდეგ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მოსწავლეებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ეგრეთ წოდებული მოსწავლის ემოციური გადაღლა. შეიძლება ზოგს გაეცინოს და თქვას, რომ აი მოზარდის, რა დროს მოზარდის ემოციური გადაღლაა, მაგრამ თუ დაუკვირდებით ცხოვრებას, ჩვენი ცხოვრება იმდენად არის აჩქარებული, იმდენად არის ზოგადად ცხოვრება გამოწვევით ახსავსე, რომ მოსწავლე ხშირ შემთხვევაში იღლება არა გაკვეთილით, არა საგაკვეთილო პროცესით, არამედ სწავლის პროცესით, არამედ იმ შეიძლება ითქვას იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც შეიძლება იყოს მის გარშემო. ჩემთვის მაგალითად ძალიან რთულია, როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე არის ემოციურად გადაღლილი, მას აღარ შესწევს ძალა პირობითად, რომ გააგრძელოს და მიყვეს სწავლების პროცესი. ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორედ ეს პერიოდი არის ახლა მარტი და აპრილი, გარდამავალი პერიოდი, ეგრეთ წოდებული, როდესაც ზამთრიდან გადავდივართ გაზაფხულზე, როდესაც მოსწავლე და ზოგადად ადამიანი შეიძლება ითქვას გამოფიტული არის ამ ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ და მას უჭირს ზოგადად ადაპტაცია. მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ ამ პერიოდში ჭირდება მოსწავლეს მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უნდა იყოს ემოციური მხარდაჭერა და მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ შენ მას ეხმარები გულწრფელად, შენ მას ეხმარები სიყვარულით და მას არ აკეთებს ზოგადად როგორც ზედამხედველი. თუ მოსწავლე ამას ხედავს ზოგადად, ის რა თქმა უნდა შენ გენდობა, ის არის ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ შენი ერთგული მეგობარი, რომელიც დააძლევირებს მას ყველა პრობლემას. რა თქმა უნდა, გამოწვევები ამის გარდა ძალიან ბევრი არის, მაგალითად მე არ მინდა ამ თემის გავრცობა, მაგრამ ჩემზე ძალიან რთულად მოქმედებს, როგორიც არის მაგალითად მოსწავლეთა შრომა, დასაქმება, როდესაც მოსწავლე დასაქმებული არის პარალელურად სკოლასთან ერთად და ასევე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ხშირად აისახება პირდაპირ მოსწავლეზე. აი მაგალითად, აი ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ძალიან არ მიყვარს ქალბატონო ინგა დიდი დასვენება ეგრეთ წოდებული, როდესაც მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს კატეგორიას აქვს საშუალება, რომ შეიძინოს მაგალითად პროდუქტი, მაგრამ არიან მოსწავლეები, რომელთაც ამის საშუალება არ აქვთ, რომ მაგალითად თუნდაც სახლიდან წამოიღოს გამზადებული ლანჩი. ეს არ ეხება ზოგადად ერთ კონკრეტულ სკოლას და არ ეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს, ეს არის ზოგადად ქვეყნის პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი გამოწვევა, რომლის წინაშედაც მხოლოდ ერთი სკოლა ვერაფერს ვერ გააკეთებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას სახელმწიფოს ჩარევა ჭირდება უფრო სწორად და მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო გამონახავს ძალას, რესურსს, რომ ეს პრობლემა ერთხელ და საბუდამოდ იყოს გადაჭრილი და მოგვარებული. ძალიან სენსიტიურ საკითხს შეეხეთ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისთვის. როგორც მე აღვნიშნე, ბატონი კახაბერი მრავალი ჯილდოს მფლობელი გახლავთ და ბატონო კახაბერ, ძალიან საინტერესოა, იცით, რა შეცვალა მასწავლებლის ეროვნულმა პრემიამ, მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ და წყალტუბოს საპატიო მოქალაქეობამ თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში და ასევე აქ მე ვივაბამდი თქვენს მოსწავლეებში რა თვისებები ან ქცევები არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რას აფასებთ მათში და რატომ? ძალიან დიდი მადლობა. ნუ პირველი ნაწილი, რომელიც ბრძანეთ ქალბატონო ინგა, ბოლო 2 წლის მანძილზე ჩემს თავს მოხვდა ისეთი ამბები, რომელსაც ალბათ ძალიან თამამ ფიქრებშიც ვერ წარმოვიდგენდი ზოგადად. ბოლო და ძალიან დიდი მადლობა 2023 წლიდან 25 წლამდე, ნუ ამ დღევანდელ დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მოხდა ჩემს ცხოვრებაში. პირველი რა თქმა უნდა ეს იყო 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია, როგორც აღნიშნეთ თქვენ და ეს რა თქმა უნდა იყო ჩემთვის გამარჯვებასთან და დიდ ემოციასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ამის შემდეგ იყო 2024 წელს წყალტუბოს საპატიო მოქალაქეობა და რა თქმა უნდა დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან
მნიშვნელოვანია შენი აღიარება, შენი ჯილდო დააფასოს იმ მუნიციპალიტეტმა, იმ რეგიონმა, სადაც შენ ასწავლი, სადაც შენ მოღვაწეობ, სადაც შენ კოლეგებთან ერთად ემსახურები სწავლა-სწავლების პროცესს და რა თქმა უნდა ეს აღიარება და ეს დაფასება, როგორიც არის წყალტუბო საპატიო მოქალაქეობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენი სახელი, შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს საზღვარგარეთ. ეს იყო მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2024 წლის დაჯილდოება გაიმართა 2025 წელს ინდოეთის დედაქალაქ დელში და ძალიან საამაყო არის, როდესაც შენ შეგიძლია ათობით და ასობით აუდიტორიის წინაშე გამოხვიდე და წარსდგე შენი ქვეყნის სახელით და ხელზე გეფინოს ეროვნული დროშა, შენი ქვეყნის მთავარი სიწმინდე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ამაღელვებელი იყო და ალბათ ეს არის მომენტები, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრება და ეს არის მომენტები, რომელიც ზოგადად გიბიძგებს იქეთკენ, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთო შენი მოსწავლეებისთვის, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთო სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთო იგივე რაც ბრძანეთ თქვენ ხარისხიანი განათლების ხელშეწყობისათვის, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთო, რომ შენი კოლეგები, რომლებიც შენს გვერდით, შენზე უფრო მეტ საქმეს აკეთებენ და კიდე ისინიც იყვნენ აღიარებული, ისინიც იყვნენ მსოფლიოს გლობალური ნაწილის წევრები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული მასწავლებელი, რომელიც თავის ღირსეულ სათქმეს იტყვის არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს და რომელიც ყველაზე უფრო სიამოვნებს მე და სადაც საუბრობთ ჩვენს მოსწავლეებზე, მოსწავლეები რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც აღვნიშნე, მოსწავლისთვისაც. ფიქრობ მასწავლებლის დამოკიდებულებას. რატომ? იმიტომ რომ როდესაც მოსწავლე ხედავს, როგორი დამოკიდებულება აქვს მასწავლებლებს, როგორი ხედვა აქვს მის პერსონასთან დაკავშირებით, ეს გარკვეულწილად აისახება არა მარტო სწავლა-სწავლების პროცესში, არამედ მოსწავლის ფიზიკურ, გონებრივ განვითარებაზე და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულებები მოსწავლის ზრდა, განვითარებასთან ერთად ზოგადად, მასწავლების დამოკიდებულებები იცვლება და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მუდმივად ვიყო ჩვენი მოსწავლეების არა მარტო კონკრეტულად ერთი სკოლის, არამედ ზოგადად ჩვენი მოსწავლეების მუდმივი მხარდამჭერი და მათი მეგობარი. ყოველნაირად ვცდილობ, რომ წავახალისო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის უნარების განვითარება, რომ მოსწავლემ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე. იყვნენ ისინი უფრო მეტად შრომის მოყვარეები, გამოუმუშავდნენ თანამშრომლობის უნარები, იყვნენ კრეატიულები და ასე შემდეგ და მე ძალიან მიხარია, რომ ყველა სკოლას ქალბატონო ინგა გააჩნია ეგრეთ წოდებული ფარული კურიკულუმი, ანუ ის ნიშანი, რითაც ისინი გამოირჩევიან ზოგადად სხვა სკოლებისგან და სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული არის ის ძირითადი ნიშანი, რითაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან, ფიქრობ ყველა მოსწავლეებისგან, იმიტომ რომ ჩვენ სკოლაში ვინცაც კი ერთხელ ფეხი შემოუდგამს, აუცილებლად მიხვდება ის და აუცილებლად დაინახავს, როგორი დამოკიდებულება არის მოსწავლეებში, რომ მოსწავლეები არიან ერთი მთლიანი ორგანიზმი, დაწყებითი საფეხურიდან დამთავრებული საშუალო საფეხურამდე და მათი ქცევა ზოგადად განპირობებული არის იმ ღვთიური მადლით, რასაც გვია სიყვარული და მე მინდა აქვე მოვიკითხო ჩვენი ძვირფასი მოსწავლეები, როგორც ჩემი სკოლის, ასევე ყველა ის მოსწავლე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სავარაუდოდ გვიყურებს ამ გადაცემის დროს და მინდა მათ უსურვო ძალიან ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღეები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახაბერ და აქავე გეტყვით, დიახ, თქვენი მოსწავლეები, კოლეგები, მეგობრები გვიყურებენ გულის ფანჩქალით უსმენენ თქვენს პასუხებს. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით, დიდი სიყვარულით ყველას. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ, შემოგვიერთდით 70-მდე კოლეგა შემოგვიერთდა, ასევე დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსწავლეებიც ჩვენთან არიან და მოკლედ გამხნევებენ და მთელი მოკლედ ინტერესით ელოდებიან თქვენს პასუხებს, ბატონო კახაბერ და მე აქავე აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ თქვენ მთელი გულით, სულით ბრძანდებით პედაგოგი, მაგრამ ერთი ესეთი კითხვა მაქვს, გაქვთ მასწავლებლის მიღმა სხვა პროფესიული ჰობი ან ინტერესები? რა თქმა უნდა, მაქვს ალბათ ბევრი არა, მაგრამ მაქვს ინტერესი, ჰობი და ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა არის მოგზაურობა.
ფიქრობ ეხლა თქვენი კითხვას როცა დასვით აი ამ ჰობთან და ინტერესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველმა რაც გამიელვა გონებაში, ეს არის მოგზაურობა და დაახლოებით ალბათ 25-ზე მეტ რამდენი ქვეყანაში ვარ 25-ზე მეტ ქვეყანაში ვარ დაახლოებით ნამყოფი და ყოველთვის ვცდილობ, ქალბატონო, იმდა რომ როდესაც საზღვარგარეთ ვარ, შევიმეცნო, შევისწავლო რაღაც ახალი და პირველ რიგში დავინახო განსხვავებული და არა ტრაფარეტული, რაც არის დამახასიათებელი ამა თუ იმ ქვეყნისთვის. ჩვენ როდესაც მივდივართ პირობითად საზღვარგარეთ, ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ გავეცნოთ ამ ქვეყნის ისტორიას, ტრადიციას, კულტურას და წინასწარ შეგვექმნას წარმოდგენები. თუმცა მე მინდა რომ ეს წინასწარი წარმოდგენები ხშირად დაიმსხვრეს სოხომ პოზიტიურად და მე მინდა აღმოვაჩინო ამ ქვეყანაში ამა თუ იმ სახელმწიფოში ის განსხვავებული, რასაც სხვა ვერ ხედავს ზოგადად, იმიტომ რომ ასეთი უნიკალური ფიქრობ რომ ყველა ქვეყანას, ყველა სახელმწიფოს ახასიათებს. მე შემდეგ ვფიქრობ უკვე რომ აი ეს გამოცდილება, რასაც მე ვღებულობ საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნების მონახულების დროს, გარკვეულწილად მეხმარება პროფესიულ საქმიანობაშიც. რატომ? იმიტომ რომ როდესაც პირობითად შენი თვალით შეიძლება ნახო მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი მაგალითად პირამიდები, ხო? ან ზოგადად შენ როცა გაეცნობი ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას, წესებს, ტრადიციებს და შემდეგ ამას უკვე შენ უხსნის შენს მოსწავლეს, ფიქრობ რომ უკვე სხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს, სხვაგვარი განწყობა შეიძლება გქონდეს და ასე და ასე შემდეგ. ასევე მინდა აღნიშნო რომ ნუ რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს, მე ძალიან მიყვარს კითხვა, ნუ ამ კითხვაში უმთავრესი როლი ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის სამეცნიერო ან პროფესიული ლიტერატურა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მიყვარს საბავშვო ლიტერატურა და აქვე გაგამდოთ ზოგადად რომ როდესაც სახლში ჩემი მეგობრები მოდიან და ხედავენ რომ ჩემს მაგიდასთან დევს საბავშვო ლიტერატურა, ხშირად ისინი დამცინიან როგორ ეხლა ამას კითხულობ, მაგალითად იაკობ გოგებაშვილის საგანძური. მე ძალიან მიყვარს ზოგადად ბავშვის თვალით დანახული სამყარო, ბავშვის თვალით აღქმული სამყარო და საბავშვო ლიტერატურის კითხვა ჩემი ერთგვარი ჰობი არის, ჩემი ერთგვარი ინტერესი არის, შეიძლება ითქვას. ვიცოდით? ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. გესმით ჩემი ბატონო კახაბერ? დიახ. დიახ. აი ამიტომ არის ესე საინტერესო, მოკლედ საინტერესო პასუხები, ვინაიდან და რადგანაც ბევრ რამეს ისიც გავიგებთ ხოლმე ჩვენი კონკრეტული სტუმარიდან, მე წარვიცით. დიდი მადლობა. ახლა მეგობრებმა, მაინც მინდა ჩაგეკითხოთ და კიდევ რაღაცნაირად შემოვაბრუნო თითქოს იგივე კითხვა, მაგრამ უფრო სიღრმისეულად, რომ არა მასწავლებლობა, რა სფეროში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, ან აირჩევდით ისევ მასწავლებლის პროფესიას? ქალბატონო, ინგ ალბათ ეს შეკითხვა ზოგადად ამ შეკითხვაზე პასუხი რომ გავცე, გარკვეულწილად მოითხოვს ჩემი პროფესიის სიღრმისეულ გააზრებას, რომელზედაც რა თქმა უნდა არაერთხელ დავფიქრებულ ვარ აი ამ საკითხზე ზოგადად, რომ არის კი მასწავლებლობა ჩემი, ან შესაძლებლობა რომ მქონდეს თავიდან ავირჩევდი კი ისევ მასწავლებლობას. ნუ რთულია დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრო რომელ სფეროში შეიძლება ყოფილიყავი, რომ არა მასწავლებელი, მაგრამ ფაქტია რომ განათლების სისტემა პირობითად ჩემთვის იდეალური არის და ძალიან მიხარია რომ აი განათლების სისტემის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. მასწავლებლობა ჩემია და ვფიქრობ რაც რო გადის ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში უფრო და უფრო ვწუნდები. რატომ ვწუნდები? იმიტომ ზოგადად რომ მინდა ყოველთვის რომ ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი მასწავლებლები ზოგადად იყვნენ წარმატებული და ყოველთვის ვცდილობ რომ იყო მათი პედაგოგიური განვითარების მუდმივი მხარდამჭერი. ეს კითხვა ზოგადად ავირჩევდი თუ არა მასწავლებლის პროფესიას რომ თავიდან ვიწყებდე ცხოვრებას, ფიქრობ რომ მაინც გამიჭირდება პასუხის გაცემა და რატომ? იმიტომ რომ ვარ ძალიან ემოციური პიროვნება და ეს უკვე მე მგონი ზოგიერთ კითხვაში აღვნიშნე კიდევაც და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მოსწავლის შინაგანი სამყარო, მისი ყოველდღიური ქცევა, ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ, რაც ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზეც, როდესაც ამდენს ფიქრობ, ამდენს განიცდი, ნერვიულობ და ასე შემდეგ. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებ, შეიძლება ზოგჯერ იფიქრო რომ არა, მე არ მინდა ზოგადად მასწავლებლობა, მაგრამ ეს ფიქრი ზოგადად არა გაქვს დამთავრებული, როდესაც ამბობ რომ არა, მასწავლებლობა
და მით უმეტეს სკოლის მასწავლებლობა ეს არის შეუცვლელი და გამორჩეული პროფესია და რაც არ უნდა მოხდეს ზოგადად მასწავლებლობას აუცილებლად ავირჩევდი. დიახ, მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ჩემთვის მთელი ჩემი ცხოვრება და შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლობა ეს არის ჯადოსნური ზემოქმედების ზალა, შემოქმედებითი სივრცე. ეს არის ადგილი, სადაც თავს გრძნობს ზოგადად, როგორც სრულყოფილი ადამიანი, სადაც გრძნობ თავს და მაქვს განცდა, რომ ეს შემიძლია პოზიტიური გავლენა მოვახდინო მოსწავლეზე, პოზიტიური გავლენა შეიძლება მოვახდინო საზოგადოებაზე. ძალიან საინტერესო კითხვა არის და შეიძლება მხოლოდ ამ კითხვის გარშემო ძალიან საინტერესო დისკუსია გავმართოთ ზოგადად, რომ გავაანალიზოთ ჩვენს მიერ გავლილი გზა და რა გადაწყვეტილებას მივიღებდით, მაგრამ ის სიხარული, ის ბედნიერება, რასაც მე მანიჭებს თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობა, თითოეული მოსწავლის ანთებული თვალი, რა თქმა უნდა, ყველა წინააღმდეგობას გადაგალახინებს და და გათქვეინებს. ასევე თითოეული მოსწავლის წარმატება. წარმატებაც რა თქმა უნდა და დიახ, მე აუცილებლად ავირჩევდი მასწავლებლის პროფესიას. უღრმესი მადლობა, მოკლედ რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი პასუხებია თქვენგან, ბატონო კახაბერ, უღრმესი მადლობა ამისთვის, დამეწუნება ალბათ ჩვენი მსმენელებიც და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. და ეხლა ერთი კითხვა გვაქვს კიდევ ასეთი, თქვენთვის დარწმუნებული ვარ, ყველას გვაინტერესებს ეს. ბატონ კახაბერ ჩაკვეტაძე, საერთოდ აქვს თავისუფალი დრო? თუ აქვს, როგორ ატარებს ის და საერთოდ მისი დღე როგორი შეიძლება იყოს, რომ შეეცადოთ გვიპასუხოთ ამ კითხვაზე პასუხი გავგზავნოთ. ძალიან დატვირთული დღის შემდეგ როგორ ატარებს დროს ბატონი კახაბერი? ძალიან საინტერესო შეკითხვაა გალბატონო ინგა და შევეცდები რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო ამ პასუხის გაცემის დროს. რა თქმა უნდა დამეთანხმებით ალბათ რომ მასწავლებლისთვის თავისუფალი დრო ძალიან ხშირ შემთხვევაში არის წარმოსახვითი ცნება. იმიტომ რომ მასწავლებლებს ზოგადად ეს დრო არ აქვს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობისათვის დასვენება ძალიან მნიშვნელოვანი არის. როგორც კი რჩება თავისუფალი დრო, რა თქმა უნდა მე მირჩევნია რომ ეს თავისუფალი დრო გამოვიყენო მეგობრებთან საუბრისთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ვნახო მეგობრები და იგივე თუნდაც ნათესავები ფიზიკურად ამისი დრო არ არის და უფრო ხშირად ზოგადად ეს შეიძლება შემოიფარგლოს სატელეფონო საუბრით. ანუ მეგობრებთან საუბარი არის ერთ-ერთი, რასაც ვიყენებ ზოგადად თუ რჩება თავისუფალი დრო. და მეორე არის ზოგადად ეგრეთ წოდებული მე რასაც ვუძახი, ეს არის დაუფასებელი ფუფუნება. ეგრეთ წოდებული ძილი, იმიტომ რომ ძილი აუცილებელი არის, მაგრამ ამ აუცილებლობასთან და სასარგებლოსთან ერთად საყვარელი პროფესიაც არის ზოგადად ჩემთვის და რა თქმა უნდა თუ საშუალება არის ჯობია რომ ეს დაუფასებელი ფუფუნება გამოვიყენო. თუმცა მე მიმაჩნია რომ მასწავლებლის შემთხვევაში დასვენებაც სწავლა არის, დასვენების დროსაც ეგრეთ წოდებული შვებულების დროსაც მასწავლებელი ყოველთვის ფიქრობს სწავლების პროცესზე ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია არის ასეთი ზოგადად და ჩვენ ეს პროფესია ავირჩიეთ და რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა ვესახუროთ ღირსეულად. ერთის მხრივ შეიძლება ითქვას თქვენი კითხვის საპასუხოდ გალბატონო ინგა მეგობრებთან საუბარი და მეორე შეიძლება ეს იყოს ეგრეთ წოდებული დაუფასებელი ფუფუნება ძილი. ძალიან მადლობა გულწრფელი პასუხისთვის და ბატონ კახაბერ, ერთი კომენტარი მინდა წაგიკითხოთ თუ მომცემთ ამის უფლებას და მექნება ამის შესახებ. მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ კომენტარებს. მე ასე თქვა ჩვენი გუნდიდან მივიღე, უბრალოდ მეც თქვენთან ერთად ვარ, მეც ვერ ვადევნებ ფალკორს და უბრალოდ ესე ცხელი ხაზიდან მივიღე. ბატონო კახაბერ, თქვენი ყველაზე დიდი ჯილდო ის არის, რომ არის სიყვარულია, რომელთაც სარგებლობთ პირველ რიგში მოსწავლეებში, შემდეგ კი ყველა იმ ადამიანებში, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა. თუ გქონიათ საერთოდ ერთხელაც კი ურთიერთობა, ალბათ ასე გულისხმობს ეს ქალბატონი და მე მინდა დავეთანხმო მას ნამდვილად. თქვენი ყველაზე დიდი ჯილდო არის ის, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული პიროვნება, დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში არავისთან არ გქონიათ კონფლიქტი და ეს ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც ყველა ადამიანი გაფასებს და ყველას უყვარხარ. ეს არის
ერთ-ერთი ღვთისმსაჩუქარი ნამდვილად და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ეს ნაპერწკალი ბოღმის, შურის, მხოლოდ სიყვარულს ანათებთ და ძალიან დიდი ძალიან დიდი მადლობა მადლობა. ამისთვის. და ეხლა კიდე ზოგადად ცხოვრებაში ბატონო გახაბერთ ამეთანხმებით, ყველას გვაქვს რაღაც ისეთი მომენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომელსაც ხშირად ვიხსენებთ და რომელმაც შეცვალა ჩვენი, ასე ვთქვათ, ცხოვრება და მინდა გაიხსენოთ ან გითხრათ ის მომენტი, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. თუ გაქვთ ესეთი მომენტი, მე დარწმუნებული რომ გექნებათ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გვაქვს ასეთი მომენტები და შეგიძლიათ ერთი მნიშვნელოვანი ესეთი მომენტი გაიხსენოთ და გულწრფელად გვიპასუხოთ. ალბათ ნოინდა დამეთანხმებით რომ ეს მომენტი ზოგადად რომელ მომენტზეც მე მინდა ეხლა ყურადღება შევაჩერო არის ყველაზე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე რეალობა. ანუ რეალობა, რომელსაც ვერასოდეს ვერ გავექცევით და ალბათ არც უნდა გაექცეს ადამიანი. მე მინდა უბრალოდ ცოტა შორიდან დავიწყო. რაც ათეული წლების წინ, როდესაც სახლში ბრუნდებოდი და გარეთ ღამე იყო უკვე დაბნელებული იყო, ყოველთვის თვალი გამირბოდა სახლის ფანჯრებისკენ და ვაკვირდებოდი შორიდან სახლის რომელი ფანჯრიდან გამოდიოდა შუქი. თუ შუქი გამოდიოდა ზოგადად მისაღები ოთახიდან, ესე იგი ყველაფერი კარგად იყო. ესე იგი ყველა კარგად არის, მაგრამ თუ შუქი გამოდიოდა იმ ოთახიდან, სადაც დედას ეძინა, ესე იგი დედას რაღაც პრობლემა ჰქონდა, შეუძლოდ იყო გულისხვანაირად იწყებდა ცემას და ვცდილობდი რომ რაც შეიძლება სწრაფად მივსულიყავი სახლში. ალბათ ხვდებით რომ ჩემთვის ყველაზე მძიმე რეალობა რომელთანაც დღესაც ვიჭირ შეგუება, რა თქმა უნდა ეს არის დედის გარდაცვალება. ეს არის მომენტი რომელიც არ ამოდის ჩემი გონებიდან და მიუხედავად იმისა რომ ათეული წელი გავიდა ამ მოვლენიდან, ამ ამბიდან, ეს ტრამვა დღემდე მახსენებს თავს და ზოგჯერ ქალბატონო ინგა, ეს ტრამვა რომ თავს მახსენებს, ძალიან ბედნიერი ვარ და რატომ გეტყვით ეხლა, აი, როდესაც იგივე თქვენ რომ ბრძანეთ მასწავლებლების ეროვნული პრემიის გამარჯვებული გავხდი, როდესაც ჩემი კოლეგები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები მილოცავდნენ, ყველა ამთავრებდა ჩემს თავიანთ მოლოცვას უпростоრად შემდეგნაირად რომ ნეტავ დედა ცოცხალი ყოფილიყო და ენახა ეს ყოველივე საკუთარი თვალით და რა თქმა უნდა ნამდვილად თქვენ სწორად აღნიშნოთ რომ ადამიანის ცხოვრებაში ერთი მომენტი მაინც არის ისეთი რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ და მე რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ტკივნეული არის და ძალიან დიდ ტრამვასთან ასოცირდება მინდა რომ ისე მთელი სიმძაფრით ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრო ზოგადად და არ მინდა ზოგადად რომ ამ ტკივილმა, არ მინდა ზოგადად რომ ამ მოგონებებმა ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე დამტოვოს. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგეხადოთ არ მეგონა თუ ესეთი ემოციური პასუხი მოყვებოდ და მე თვითონ ძალიან ემოციური პიროვნება ვარ და ბოდიში ამ ემოციებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს რომ ცხოვრება ასეთია. ჩვენ არ ვიცით ხარ რა გველოდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ბატონო გახაბერ რომ დედა თქვენი სული ხარობს ამაყობს თქვენით და მინდა რომ ბოლომდე ესე გააგრძელოთ ესეთი წარმატებული ცხოვრებით გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება. კიდევ ერთხელ ბოდის კითხავთ ამ კითხვისთვის, მაგრამ ეს ერთგვარად კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ როგორია ჩვენი რეალური ცხოვრება. ჩვენ ამას ვერ გავექცევით, უბრალოდ ყოველთვის უნდა დავდგეთ ძლიერად და გავყვეთ იმ გზას, რომელ გზასაც გვიბოძებს უფალი. და ვიაროთ სწორი გზით. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ყოველთვის სწორი გზით მიბრძანდებით, ყოველთვის ამიტომ უფალი თქვენთან არის და თქვენი დედის სული ყოველთვის თქვენთან არის და გლოცავთ. დარწმუნებული ვარ ამში და ეხლა ცოტა გავხალისდეთ და გადავიდეთ ესეთ შემდეგ კითხვაზე. უცებ ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომ ისევლე სკოლა, ისევლე მოსწავლეები
მოსწავლეებს ხშირად აქვთ უცნაური კითხვები, უცნაური ქცევები, დამეთანხმებით ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გადაიხან კი ისეთი სასაცილო იდეები და ისეთი სასაცილო კითხვები აქვს, რომ მაინტერესებს, აი, ყველაზე უცნაური ან სახალისო კითხვა თუ დაუსვამთ თქვენს მოსწავლეებს თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეების მიერ დასმული ეს უცნაური სასაცილო შეკითხვები კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ მასწავლებლებს ზოგადად, რომ სამყაროს შენეცნება, სწავლა-სწავლების პროცესი იწყება სწორედ ბავშვური შეკითხვებით, რომ სწავლა შეიძლება იყოს სახალისო, არაპროგნოზირებადი, მაგრამ სწავლა მაინც არის ზოგადად სიღრმისეული. ეხლა რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ერთ მომენტს გავიხსენებ მხოლოდ უახლოესი წარსულიდან, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გქონდა სკოლაში ერთ-ერთი პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში გქონდა როგორ უნდა ვთქვათ, მოსწავლეს უნდა მოეყოლათ ლექსები რა. ანუ რაღაც სიტყვები იყო, ლექსები იყო და ასე შემდეგ და გადანაწილებული მაქვს ეს როლები თითოეული მოსწავლისთვის, ვინ უნდა თქვას ლექსი, ვინ უნდა სიტყვა, ვინ რაღაც როლი გაითამაშოს და ასე შემდეგ და სავარაუდოდ ერთ-ერთ მოსწავლეს ეს ლექსი მოეჩვენა ან საინტერესოდ, ან რთულად, ვერ გეტყვით და სრული სერიოზულად, როდესაც უკვე ესე იგი რეპეტიცია დავასრულეთ და უკვე უნდა დაიწყოს რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩვენი ღონისძიება, მოსწავლეს სრული სერიოზულობით მეკითხება, იმედია რომ ეს მოსწავლე მისმენს ეხლა, რომ მასწავლებლად ერთი შეკითხვა მაქვს და დიახ, გისმენთ სრული სერიოზულობით, იმიტომ რომ ერთ წუთში უკვე ღონისძიებას ვიწყებთ და ამ ლექსებს მასწავლებელო თქვენ წერთ. რა თქმა უნდა, ამ დროს თავის შეკავება, უნდა შეიკავო პრინციპში თავი და მოსწავლეს არ უნდა დაანახო შენი ემოციები, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეების, სხვა დანარჩენი მოსწავლეების რეაქციაც იყო ძალიან სახალისო და ძალიან საინტერესო და მე ამ მოსწავლეს, რა თქმა უნდა, სახელს არ დავასახელებ, მაგრამ თუ გვიყურებს ახლა გულწრფელა და მივესალმები და ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებ, იმიტომ რომ ამ ღონისძიებაში ეს მოსწავლე ყველაზე პატარა იყო, დაწყებითი საფეხურის მოსწავლე იყო და სხვა მოსწავლეები ზოგადად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იყო. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო არა. თუ არ ვცდები, ნიკოლაუ ნადირაძის ლექსზე იყო საუბარი და ნამდვილად ვერ შევეცილები ვერც ერთ პოეტს რომელიმე ლექსში. დიდი მადლობა ამ სახალისო ისტორიის გახსენების საშუალება, რომ მომეცით ქალბატონო. მოგიკითხავთ თქვენს მოსწავლეს დიდი სიყვარული დააკეტა და ესეთი საყვარლები არიან ზოგადად ჩვენი მოსწავლეები და ალბათ კიდევ ბევრი საინტერესო და სახალისო ამის გახსენება შეგვიძლია უბრალოდ დროის ფაქტორიდან გამომდინარე. მაინტერესებს როგორ იწყება ბატონი კახაბერის ერთი დღე. თქვენი ერთი დღე დილიდან საღამომდე. ძალიან რთულად. ძალიან რთულად იწყება და რატომ იწყება ძალიან რთულად? ჩემი დილა რა პირველ რიგში იწყება ბრძოლით ზოგადად და ეს ბრძოლა არის უნდა ებრძოლო ბალიშს, ხომ? საკუთარ ბალიშს, რომ გათავისუფლდე ზოგადად ძილისგან და უნდა ადგე და გააგრძელო შენი დღის ყოველდღიური რუტინა. თუმცა მე ხუმრობით, მაგრამ სერიოზულადაც ვიტყვი, რომ პირველი როცა თვალს ვახელ, ფიქრობ, სად ვარ? ქუთაისში ვარ, ბათუმში ვარ, თუ თბილისში. შეიძლება საზღვარგარეთ. ამის შემდეგ ზოგადად უკვე ვფიქრობ, რა დღეა, იმიტომ რომ ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის და უკვე ამის შემდეგ იწყება დღეებიდან გამომდინარე და ქალაქიდან გამომდინარე, სადვე ღვიძება დღის რუტინა. ეს შეიძლება იყოს ზოგადად სკოლა, თავისი ჩვეულებრივი ამბებით, გაკვეთილებით, მოსწავლეებთან ურთიერთობებით, შემდეგ რაღაც აქტივობების განხორციელებით და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს ზოგადად პროექტები, რომლის პროექტების განხორციელებაშიც მე ვღებულობ მონაწილეობას, შეიძლება იყოს სხვადასხვა აქტივობები, ასევე რომლის უშუალო მონაწილე ვარ მე და ასე შემდეგ. ჩემი დღე დილა ყოველ შემთხვევაში იწყება ფიქრით, სად ვარ და რომელ ქალაქში და შემდეგ უკვე მიყვება ზოგადად ის დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც დამახასიათებელი არის ყოველდღიურობისათვის. ძალიან საინტერესოა ბატონო კახაბერ და მინდა გითხრათ კოლეგებო, თუ ოდესმე გადაწყვიტავთ ბატონ კახაბერს სიურპრიზი მოუწყოთ და დაურეკავთ და ეტყვით, სად ხარ ბატონო კახაბერ და თუ გიპასუხოთ ბათუმში, ჩათვალეთ რომ შეიძლება 2 საათში იყოს თბილისში 3 საათში ასე რომ რეალობა ეს არის, რეალობა ეს არის ნამდვილად და ბატონო კახაბერ ის მოსწავლე ჩვენთან არის და გვესალმება. აჰა, ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. ახლა ერთი კითხვა მინდა დავსვა ესეთი,
ალბათ არ გამიბრაზდებით, დარწმუნებული ვარ, ყველა საინტერესებს თქვენ, რადგან საკუთარი ოჯახი არ ყავთ, მიხვდებით ალბათ რაზეა საუბარი, როგორ ივსებთ ამ დანაკლისს? აჰა. აა ძალიან სერთისფრი რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის ეს შეკითხვა თავისი შინაარსით და ნუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის რა თქმა უნდა საკუთარი ოჯახი არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ოდესაც ეს საყრდენი პირობითად რაც გვაქვს ჩვენ ტრადიციულად ზოგადად რაც წარმოგვიდგენი ამ ოჯახის ფენომენში, მაშინ ადამიანი ცდილობს ზოგადად რომ ეს სიცარიელე შეივსოს და ეს სიცარიელე ადამიანმა უნდა შეივსოს რითი? სითბოთი, ურთიერთობებით, შეიძლება საქმიანობაც იყოს და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ადამიანს ყველა ვარიანტში ჭირდება ზოგადად გააჩნია მას თუ არა საკუთარი ოჯახი, ადამიანებთან ურთიერთობა. ადამიანს ჭირდება სულიერი კავშირი ზოგადად სხვა ადამიანთან, რომელთანაც შეუძლია მეგობრობა, რომელთანაც შეუძლია საუბარი და ყველაზე უფრო მთავარი რაც არის, ეს არის რომ მან უნდა იგრძნოს ამ ადამიანთან თავი კომფორტულად. მე მაინც მიმაჩნია ქალბატონო ინგა რომ ოჯახი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური კავშირი და ეს ზოგადად რაზე ჩვენ საუბრობთ, ეს შეიძლება მონახოს ადამიანმა ზოგადად მეგობრების გარშემო, შეიძლება მონახოს სრულიად უცხო ადამიანებთანაც კი, რომელთანაც საერთო ინტერესი აქვს და შეიძლება ნახოს ისეთ ადამიანებთან, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელთანაც მე ყოველ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემს სულიერ მას და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემპათიასაც, რომ ერთმანეთის მიმართ, უფრო ისინი ჩემს მიმართ ემპათიურად იყვნენ განწყობილი. ნუ არ ვიცი ხა რამდენად კარგად უპასუხე ამ კითხვას, იმიტომ რომ ამ კითხვას ალბათ საკუთარი ოჯახის მნიშვნელობაზე უკეთესად გასცემს ის ადამიანი პასუხს, ვისაც გააჩინა საკუთარი ოჯახი და მე მაინც რაღაც თეორიულად საუბრობ, ანუ თეორიების გამოყენებით და არ ვიცი რამდენად სწორად ვსჯელობ, ან შეიძლება არასწორადაც. საინტერესო პასუხი იყო ნამდვილად და ჩვენ მაინც გვინდა დავინახოთ ბატონი კახაბერი მის მეორე ნახევართან ერთად და თელ საქართველოს აღნიშნოთ ეს დღე. მოკლედ ველოდებით. მადლობა. ველოდებით, მოკლედ სულ მოუთქმელად. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ერთ ქართულ ტრადიციულ არაჩვეულებრივ ოჯახს და გთხოვთ დაფიქრდეთ ამაზე. დიდი მადლობა. ბატონო კახაბერ, როგორც ვიცი, რა თქმა უნდა, ხართ ძლიერი პიროვნება და თქვენ გაქვთ რა, ჩვენ ზოგადად ადამიანებს გვაქვს ჩვენი სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეები, გვაქვს ჩვენი დადებითი, უარყოფითი თვისებები, იმიტომ გამოვირჩევით ალბათ, ერთმანეთისგან დადებითი პიროვნება, უარყოფითი პიროვნება და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, რა არის თქვენი ძლიერი მხარე, თქვენი თვალით დანახული ძლიერი მხარე? და რა თვისებებს შეცვლიდით ასევე თქვენს ხასიათში, თუ არის ესეთი, რამდე თუ გიფიქრიათ ამაზე. და კიდევ, გაქვთ რამე განსაკუთრებული ან უცნაური ჩვევა, რომელიც მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან და დღეს ჩვენ გაგვანდობთ. ძალიან საინტერესო. ველოდებით თქვენს პასუხს. ძალიან საინტერესო შეკითხვაა, ქალბატონო ინგა და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო შეკითხვებისათვის და ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვები სპეციალურად ჩემთვის არის დაწერილი, ზოგადად არ არის ზოგადი შეკითხვები, რომელიც თავიდან ბოლომდე შევისწავლე და მე ძალიან დიდი მადლობა. მე მაინც მიმაჩნია, ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში მე აქედან დავიწყებდი, რომ ძლიერი მხარე არის ემპათია და პოზიტიური კომუნიკაცია. მე არ ვიცი ზოგადად რამდენად კარგად გამონდის ან ერთი ემპათია და ან მეორე პოზიტიური კომუნიკაცია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ადამიანის საქციელი არ შევაფასო მანამ სანამ მას ბოლომდე არ მოусმენ. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა შეიძლება იყოს მოსწავლე და მე მას არ მივცემ ზოგადად რჩევად არიგებას რეკომენდაციას თუ ბოლომდე არ მოусმინე და მეორე არის ზოგადად რომ მე ვცდილობ ყოველთვის რომ გავაკრიტიკო ქცევა და არა ადამიანი ზოგადად, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი უნიკალური არის და ადამიანის პერსონაზე, ადამიანზე შეხება ზოგადად მის პერსონაზე შეხება არ შეიძლება. ჩვენ არ მოგწონს საქციელი და უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულად ამა თუ იმ საქციერის შესახებ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, არის თუ არა ისეთი, რასაც შევცვლიდი ჩემს ხასიათში, რა თქმა უნდა ძალიან ბევრია, რომელიც არ მომწონს და შევცვლიდი, რომ
როგორ უნდა ვთქვათ, შეიძლება ძალიან ისე ჟღერდეს, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს შევცვლიდი და შეიძლება იფიქროს მაყურებელმა რომ როგორ არ არის თქვენი ნება, მაგრამ რაღაც არის, რაც არ გაძლევს ამის საშუალებას და ეს არის რომ ძალიან ხშირად არ შემიძლია რომ ადამიანებს უთხრა არა. როდესაც ვიცი ზოგადად რომ ამას შეიძლება მე მომაყენოს ზიანი, ან შეიძლება ზოგადად თვითონ ამ ადამიანსაც მიაყენოს ზიანი და კარგი იქნება ზოგადად თუ ვისწავლი არას პრინციპულად თქმას. რაც შეეხება ჩვევას ზოგადად უცნაური ჩვევა, რომელიც მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან და გაგვამდოთ თუ არა, ეს არ ვიცი ჩვევა არის ეს თუ რა არის. აი ხშირ შემთხვევაში ოღონდ არა პირობითად თუ ამბობ წელს და შარშან. ეს თავიდან ბოლომდე ასე, როდესაც ვხედავ ემოციურ კადრებს მაგალითად რაღაც პერიოდის უნახავი დედა-შვილი ხვდება ერთმანეთს ზოგადად. ან ნებისმიერი ემოციური კადრი, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელში, ძალაუნებურად შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ამ შემთხვევაში მომდის ცრემლი. ყოველთვის ცდილობ ზოგადად რომ ეს ცრემლი იყოს შეუმჩნეველი და უნახავი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის აღქმადი და ზოგჯერ შეიძლება ითქვას, რომ მამანა გარკვეულწილად ამ ჩვევამ ზოგადად გარკვეულწილად შეიძლება დისკომფორტით შემიქმნას, მაგრამ რა უნდა ვთქვათ, ეხლა ის ჩვევაც, ეს თვისებებიც ზოგადად ჩემი არის და ვერსად ვერ გავაქრობ ზოგადად ამ ვერც ჩვევასა და ვერც რაიმე თვისებას. მოკლედ ყველა პასუხში ბატონო კახაბერ თქვენი უნიკალურობა ჩანს გვიამაყებით ნამდვილად და კიდე იცით რა გვაინტერესებს, აი რა არის თქვენი მთავარი ცხოვრებისეული პრინციპი? ზოგადად ადამიანს თავისი პრინციპი, თავისი მიზანი აქვს ცხოვრებაში და აი, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება, ფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი წარმატებისკენ მიმავალი გზა. აი, თქვენი პრინციპი, რომელსაც ყოველთვის მიჰყვებით. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ეს არის მხოლოდ ორი სიტყვა, ზოგადად, თუმცა გავრცობა ალბათ დაჭირდება ამ ორ სიტყვას, ეს არის გიყვარდეს ადამიანი. შეიძლება ეს ძალიან ისე ტრაფარეტულად ჟღერდეს, მაგრამ გიყვარდეს ადამიანი, ზოგადად ეს არის ძალიან ღრმა და მრავლის მთქმელი არის. ადამიანის სიყვარული გვაძლიერებს, გვავსებს, ჩვენს ცხოვრებას ზოგადად მნიშვნელობას ძენს. სიყვარული ადამიანობას გვაგრძნობინებს, როცა გიყვარს, როცა უყვარვართ, ჩვენი ემოციები მხოლოდ პოზიტივს ასხივებს. როცა გვიყვარს და უყვარვართ, უფრო მზად ვართ მივიღოთ და გავცეთ ხარდაჭერა, რაც ორივე მხარეს აძლიერებს. ზოგადად სიყვარულს მოაქვს ბედნიერება, სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, სიხარული და მე მინდა ვთქვა, რომ გულით დანახული უფრო მეტია ვიდრე თვალით და სიყვარული არის მაშინ, როდესაც სიჩუმეშიც კი გვესმის ჩვენ. ამიტომაც ადამიანებს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. მე გამოგეხმაურებით კიდევ ერთხელ, ქალბატონო ინგა, თქვენ თუ არ ვცდები მონოლოგში თქვით, რომ ჩვენ არ ვიცით თვალინდელი დღე რას გვიმზადებს და რა იქნება ხვალ. ამიტომაც რა თქმა უნდა, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს უპირობოდ. ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ ყოველგვარი რაღაც ნიშნის გარეშე. ადამიანობით არის ფასეული და ადამიანებს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ნამდვილად სიყვარული გადაარჩენს სამყაროს, მეც გეთანხმები თამაში და ამ ბოლო დროს ზოგადად დაიკარგა ეს ურთიერთობები, დაიკარგა სიყვარული, მაგრამ ჩვენნაირი ადამიანები ალბათ უნდა ცდილობდნენ, რომ გააღვივონ თითოეულ მოსწავლეში ეს სიყვარული თავი არ არის საგანი, პირველ რიგში ნამდვილად სიყვარული, ვასწავლოთ ერთმანეთს ურთიერთობა, სიყვარული, რომელიც მერე ნამდვილად ყველა წარმატების საწინდარია და აქვე მინდა კითხოთ ბატონო კახაბერ, რას მიიჩნევთ ნამდვილ ბედნიერებად? და აქავე მინდა აღნიშნო ის ფაქტი, რომ არ შემიძლია არ დაუსვა ეს კითხვა მოგვიყევით მეთიუს შესახებ. რა ადგილი უკავია მას თქვენს გულში? ძალიან დიდი მადლობა. პირველი ნაწილი, რომელიც ბრძანეთ, ქალბატონო ინგა, თქვენ, მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ ბედნიერება არ არის მიზანი. ეს არის პროცესი ზოგადად, რომელიც გამოიხატება ჩვენი მოქმედებებით, ჩვენი აზრებით, ჩვენი ემოციებით. ბედნიერება არის გზა, რომელზედაც უნდა გავიაროთ ჩვენ და ბედნიერება არ არის ზოგადად შედეგი. ბედნიერება, როდესაც ადამიანი
საკუთარ პასუხისგებლობას აიღებ შენ საკუთარ ცხოვრებაზე. როცა საკუთარ ცხოვრებას განიცდი, გრძნობ, ფიქრობ და იცი რომ ეს არის შენი არჩევანი, ეს შენ გინდა და ყოველივე ეს არ გბოჭავს, არ გაიძულებს აკეთო ის, რაც არ გსურს. ბედნიერება, როცა გვერდით ყავს ადამიანები, რომლებსაც შენი ესმის, უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ სინამდვილეში და მე ფიქრობ ზოგადად რომ ეს არის ზოგადად ის ძირითადი რგოლი, ის ძირითადი ჯაჭვი, რაც ქმნის ნამდვილ ბედნიერებას. თორემ მიზნად რომ დაისახო რომ მე უნდა ვიყო ბედნიერება, მე ვფიქრობ რომ მაშინ ამას ადამიანი ვერ მიაღწევს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მე არ ვიცი თქვენ რატომ გააერთიანეთ ეს ორი კითხვა, მაგრამ ლოგიკურად გააერთიანეთ, არა, უბრალოდ სუდად თქვი. მე არ ვიცი რატომ გააერთიანეთ ეს კითხვა ამის თქმა მინდა, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობთ თქვენ და ძალიან კარგად იცით თქვენ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანების მიმართ, ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ცხოველების მიმართ, თუმცა ხანდახან სიმართლე რომ გითხრათ და გვიწფელი ვიყო, ძალიან წყინს. როდესაც მეთიუს ცხოველად მოიხსენიებენ, იმიტომ რომ მეთიუ არის, რომელმაც შეუძლია გასწავლოს, შეუძლია დაგანახოს უპირობო სიყვარული. მეთიუ არის ზოგადად ნებისმიერი შინაური ცხოველი და ნებისმიერი გარეული და ასე შემდეგ არის უყვარხარ, იმიტომ კი არა რომ შენ ხარ ეროვნული პრემიის მფლობელი, იმიტომ კი არა რომ შენ გლობალური ჯილდო აიღე, იმიტომ რომ შენ ხარ კახაც არ იცის პირობითად, მაგრამ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც გარკვეულ პერიოდს მასთან ატარებ და სახლიდან 5 წუთის გასულიც რომ იყო, როცა უკან ბრუნდები, იმხელა სიყვარულით გხვდება, იმხელა სითბოთი გხვდება, რომ სწორედ ის გაფიქრებ შენ რომ ადამიანი ხარ, შეგიძლია უანგაროდ გასცე სიყვარული? შენ რომ ადამიანი ხარ, შეგიძლია ასე იზრუნო ზოგადად სხვა ადამიანზე? ფიქრობ არა. მე ვფიქრობ ზოგადად რომ ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული შეკითხვა ალბათ მეთიუზე იყო და მე არ შემიძლია მეთიუსნაირი უანგარო სიყვარული. მე არ შემიძლია გავცე ის სითბო, ის ურთიერთობები ზოგადად, რასაც ის აკეთებს. მე არ შემიძლია გამოვხატო ისე სიყვარული, როგორც შეუძლია ამ პაწაწინა არსება ზოგადად და მე მიუხედავად იმისა, რომ მეთიუ ჩემს ცხოვრებაში დაახლოებით 5 წლის წინ შემოვიდა და უკვე ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი, ძალიან ბევრი რამ შეცვალა მან. შეცვალა სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, პოზიტიურად და მე ყოველთვის ურჩევ მშობლებს და ვეუბნები ზოგადად, რომ კარგი იქნება თუ ბავშვს მისცემთ საშუალებას ურთიერთობოს ძაღლებთან, კატასთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თვისებები ზოგადად ბავშვის თვისებები ზოგადად პოზიტიურობისკენ შეიცვლება. შეიძლება სიტყვა გამიგზელდა და ბოდიშკი ხდით, მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელზეც ყოველთვის ვფიქრობ, რამოდენიმე წლის წინ იყო, როდესაც მოსწავლეებმა, სკოლის მოსწავლეებმა ძაღლს ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს პირში, შემდეგ პირი აუხვიეს და როდესაც ეს აფეთქდა, ამითი იყვნენ ბედნიერები ზოგადად. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ პროცესში ზოგადად არ არის დამნაშავე მშობელი? ამ პროცესში ზოგადად არ არის დამნაშავე საზოგადოება? რომ საზოგადოება სხვანაირი მიდგომა ჰქონდეს ზოგადად თუნდაც ცხოველების მიმართ, თუნდაც ზოგადად იმ გარემოში, რომელ გარემოში ჩვენ ვიზრდებით, ამდენი ნეგატივი ზოგადად საზოგადოებაში არ იქნება. მე მინდა ბოლოში შევაჯამო და ვთქვა, რომ მეთიუ ნამდვილად არის ადამიანი, რომელიც ბედნიერებას ასხივებს და ის ყველაზე მეტად არის ბედნიერი, როდესაც მე მხედავს გახარებულ ზოგადად და ასე შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა, რომ ფიქრობ, რომ ეს აუცილებელი კითხვაც რომ დასვით დღეს. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენ შთამაგონებელი პასუხისთვის და ბატონო კახაბერ, ჩვენი ასევე პოდკასტი დასასრულს უახლოვდება და მინდა ბოლოს რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს, რას უსურვებდით მას და არა მოტივებელ სიტყვას ეტყოდით მათ ბოლოს. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ინგა, ალბათ ჩემი გულშემატკივრები ძირითადად სასკოლო საზოგადოების წევრები არიან და მე მაინც ზოგადად
ამ სეგმენტზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენ ზოგადად მაინც ყველაზე მეტად გვიჭირს მიმღებლობა, ეს მასწავლებელი იქნება, მოსწავლე იქნება თუ ასე და ასე შემდეგ. ეს იქნება განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული ქცევა, განსხვავებული ჩაცმულობა და ასე და ასე შემდეგ და მე მინდა რომ პირველ რიგში მშობლებს მიმართო და ვთხოვო, რომ მიიღეთ უპირობოდ თქვენი შვილები. თქვენ მასწავლებლებმა მიიღეთ უპირობოდ თქვენი მოსწავლეები, გიყვარდეთ ისეთები, როგორებიც არიან და ნუეცდებით, რომ ისინი დაემსგავსონ სხვებს. ნუ იქნებით ორიენტირებული ნიშნებზე, ნურს პრესტიჟულ პროფესიებზე, ორიენტირებული იყავით, რომ თქვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები პირველ რიგში ადამიანებად, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იყავით გულწრფელი. გულწრფელობა და სიყვარული არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა მოსწავლის აღზრდის განათლების საქმეში ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენ დღეს ბევრს საუბრობთ, რომ მოსწავლეებს სკოლაში ყველაფრის უფლება აქვს და მასწავლებელს თითქმის არაფრის, რომ მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლეს მისცეს შენიშვნა, რჩევა და ასე შემდეგ. მე ფიქრობ, რომ მოსწავლეს მუდმივად ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ხარში დგომა, წახალისება, რჩევის, რეკომენდაციის მიცემა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელი. თუ ყოველივე ამას გავაკეთებთ გულწრფელად, თუ ყოველივე ამას გავაკეთებთ სიყვარულით, მაშინ მოსწავლე ჩვენს რჩევასაც მიიღებს და ჩვენს რეკომენდაციასაც. მე ვფიქრობ ზოგადად, რომ რაც არ უნდა იყოს, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ მოსწავლის პიროვნებას, პიროვნულ თვისებებს. თავარია მასწავლებელს და მოსწავლეს შორის იყოს ნდობა და ურთიერთპატივისცემა. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აქტივობა, რაც არ უნდა კარგად დაგეგმილი და მოსწავლეზე ორიენტირებული იყოს, იგი შედეგის მომტანი ვერ იქნება. უღრმესი მადლობა ბატონო კახაბერ, მინდა გითხრათ, რომ სადღაც 25-მდე გაზიარება, 170-მდე ლაიქი, 600-მდე კომენტარი. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ეს იმას ნიშნავს კიდევ ერთხელ, როგორ გააფასებთ თქვენი კოლეგები, მაგრამ ეს დამერწმუნებით ალბათ ეს ამ წამების და წუთების მონაცემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ეს ვიდეო ლაივი ჩანაწერი და ასევე YouTube-ზე აიტვირთება, მრავალი მოსწავლე და პედაგოგი, კოლეგა უყურებს თავიდან და ეს იქნება მოტივაციის წყარო. დამეთანხმებით ალბათ, დღეს ჩვენ არა მხოლოდ დიალოგი გქონდა, არამედ ნამდვილი გონებრივი და ემოციური მოგზაურობა. ბატონ კახაბერ ჩაკვეცასთან საუბარი იყო შთაგონების წყარო ყველასთვის დარწმუნებული ვარ. ვისაც ჯერა განათლების ძალის. მისი გამოცდილება, ხედვები და გულწრფელი დამოკიდებულება საქმისადმი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ პედაგოგი მხოლოდ მასწავლებელი არ არის და ის ცვლილებების შემოქმედი, ლიდერია და მაგალითია მომავალი თაობებისთვის. ჯერა რომ ეს ეპიზოდი, როგორც წეღან აღვნიშნე, ბევრჯერ გაიჟღერებს. ბევრ სახლში, ბევრის მობილურ ტელეფონზე, ბევრის iPad-ში, ლეპტოპში დარწმუნებული ვარ. ჩვენ სმენელებში და ბევრ ახალ იდეას გააჩენს, როგორც კოლეგებში, ასევე მოსწავლეებში. დიდი მადლობა ბატონ კახაბერს, რომ დაგვითმო ესეთი ნიშნულოვანი ძვირფასი დრო, გაგვიზიარა თავისი ხედვები და გვაჩვენა, როგორია ნამდვილი პროფესიონალიზმი. Unplugged with Inga რჩება იმ სივრცეთ, სადაც განათლებაზე მხოლოდ არ ვსაუბრობთ, არამედ აქ მას ვგრძნობთ, განვიცდით და ერთად ვაშენებთ უკეთეს მომავალს. გელოდებით შემდეგ ეპიზოდში, სადაც ახალი საინტერესო სტუმარი და თემები დაგვხვდებათ. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და იდეები Teachers Community Georgia's Facebook გვერდზე. ბატონო კახაბერ, თუ რამე სიტყოდით ერთი წუთის განმავლობაში და შეგვიძლია დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან, ვაგრძელებთ განათლების საზღვრების გაფართოებას. ბატონო კახაბერ? ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობებისათვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა,
თქვენ ამ პროფესიონალიზმისთვის, თქვენ აი ამ ძალიან საინტერესო განსხვავებული გადაცემის შექმნისათვის, იმიტომ რომ ფიქრობ ეს არის ზოგადად პოდკასტი, სადაც შეუძლია ადამიანს გამოხატოს საკუთარი მეობა, საკუთარი ადამიანობა, საკუთარი თავი და მასწავლებლებს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მასწავლებლებს, არამედ განათლების სისტემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს და შეიძლება მოსწავლესაც გაუჩნდეს ზოგადად სურვილი, რომ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბროს. მე ვფიქრობ, რომ Teacher Community Georgia ნამდვილად დაამტკიცა, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პლატფორმა და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ პლატფორმის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა თქვენ, იმიტომ რომ საფუძველი ჩაუყარეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელმაც მოიცვა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიო. მე ვგულისხმობ Teacher Community Georgia-ს დაარსებას ზოგადად და თქვენი ღვაწლი აი ამ საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებაში, ამ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, აქტიობების დაგეგმაში, განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს უჩინარ მეგობრებს, რომლებიც ეხლა ჩვენს გვერდით არ არიან, მაგრამ გულის ფანცქალით ელოდებოდნენ ყოველ წუთს, ყოველ წამს, როგორც წარიმართებოდა ეს ჩვენი პოდკასტი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ცარციძეს და ქალბატონ მარიამ მამაგულაშვილს, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ფიქრობ გვიყურებდნენ ზოგადად და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს მოსწავლეებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გამონახა შაბათ დღეს დრო და გვიყურა ჩვენ პირდაპირ ეთერში, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყველა ნამდვილად გულწრფელად მიყვარხართ და ჩათვალეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ ნებისმიერ სიტუაციაში. ეს იქნება პროფესიული მხარდაჭერა, თუ ეს იქნება ზოგადად ადამიანობის კვალდაკვალ გასაკვალი გზა. მიყვარხართ, გეფერებით და გემშვიდობებით. მეც მიყვარხართ, გეფერებით და გემშვიდობებით.